საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადია ხვატაძესთან ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. პოლიტიკური ყაჩაღობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული დავა და უსამართლობა სამართლებრივი გადაწყვეტილების პირისპირ. კოორდინირებული მმართველობის რეიტინგი საქართველოს პროგრესი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში. უკრაინა ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დათანხმდა, რას ამბობს ამერიკული მედია. ერთსქესიან წყვილთა ქორწინების აღიარება ვალდებულება, ევროკავშირის წესები კი უპირატესი ვიდრე ნებისმიერი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა პოლონეთში. რაც ნიშნავს ეს დადგენილება, მარიამ გიგანიგი ამბობთ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით ერთნაირ სქესიანი წყვილის ქორწინება დაუშვებელია და ასევე არ ითვალისწინებს სხვა წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებული გეი ქორწინების აღიარებას, ის მაინც ვალდებულია აღიაროს ასეთი წყვილის ქორწინების სამართლებრივი სტატუსი და უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა საკუთარ რეესტრში დაარეგისტრიროს. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების და ძირითად უფლებათა ქარტიის მუხლები. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილება ერთნაირ სქესიანი პოლონელი წყვილის საქმეს ეხება, რომელთაც 2018 წელს გერმანიაში იქორწინეს. როდესაც მათ პოლონეთში გადაწყვიტეს ცხოვრება დაქორწინებული წყვილის სტატუსით, პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში მოითხოვეს ქორწინების მოწმობის აღიარება. ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ვინაიდან პოლონეთის კანონმდებლობით ერთნაირ სქესიანი წყვილის ქორწინება და ასეთი ქორწინების აღიარება არ არის ნებადართული. მართლმსაჯულების სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც წყვილი ერთ წევრ სახელმწიფოში ქმნის ოჯახს, მას ამ ოჯახური ცხოვრების გაგრძელება მშობლიურ წევრ სახელმწიფოში დაბრუნების შემდეგაც უნდა შეეძლოს. შესაბამისად, ქორწინების სტატუსი დაცულია იმ შემთხვევაშიც, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ქორწინებას სხვაგვარად განსაზღვრავს. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ამ ორი მოქალაქისთვის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მართლმსაჯულების სასამართლო პოლონელმა დეპუტატებმა და ევროპარლამენტარებმა მემარცხენე დღის წესრიგის თავს მოხვევაში ევროკავშირი კი ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ბრიუსელი წევრის სახელმწიფოების შიდა კომპეტენციაში იჭრება. მემარცხენეები ევროკავშირს გვპარავენ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პოლიტიზებულია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს, პოლონეთის კონსტიტუციასა და ხალხის ნებას და სურს, რომ პოლონეთში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დანერგოს. პოლონეთის კონსტიტუციით დაცულია ოჯახის ტრადიციული მოდელი, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დარტყმა ოჯახზე და პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის იგნორირება. ეს არის მცდელობა, რომ პოლონელებს თავს მოგვახვიონ იდეოლოგია, რომელიც არ გვსურს. პოლონეთის კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლობაა და ევროკავშირის კანონებზე უპირატესია. ევროკავშირი ვერ გვაიძულებს ჰომოსექსუალების ქორწინების მიღებას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არ აქვთ ნებადართული, ასეთი კანონის მიღება არ მოეთხოვებათ, თუმცა ვალდებულნი არიან აღიარონ სხვა წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებული ერთნაირ სქესიანი წყვილის ქორწინების სამართლებრივი სტატუსი და ამ აღიარებისთვის საჭირო პროცედურა თავად განსაზღვრონ. ის რაც ლელოსთვის არასერიოზულია და გახარიას პარტიაში ვერ იჯერებენ, ფაქტია, რომ გადაწყვეტილების სახით ევროპაში არსებობს, კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ პრობლემის არსებობა, რასაც ოპოზიცია გამოგონილად წარმოაჩენდა და რასაც ქართულმა ოცნებამ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი დაუპირისპირა. მაკუნა აბულაძე გვერდება პოლიტიკური შეფასებებით. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვეცადეთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ქართული ოპოზიციის შეფასება მოგვესმინა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე პარტიების პრესსამსახურებმა უარი გვითხრეს, ამის შემდეგ ლიდერებთან ინდივიდუალურად ვცადეთ სატელეფონო გასაუბრება, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ აღმოჩნდა, რადგან უმრავლესობა რადიკალური სპექტრიდან დაიმალა. არადა ეს ის ოპოზიცია,
პოზიცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას არწმუნებდა იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არანაირი ფორმით და არანაირი მექანიზმით არც ერთ ქვეყანას ევროკავშირი არ მოსთხოვდა, როგორც ჩანს ახალმა რეალობამ ისინიც დააბნიათ. რაც შეეხება მათ, ვინც გვიპასუხა, მაგალითად ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძემ, რომელმაც გითხრა, რომ მისთვის ეს საკითხი საინტერესო არ არის და გვირჩია, რომ კომენტარისთვის ოფისში მივსულიყავით, თუმცა ოფისთან მისულებს აღარავინ აღარ ჩაგვეწერა. გახარიას პარტიის წევრებმა თქვეს, რომ ბოლომდე არ ჯერათ ამ გადაწყვეტილების, თუმცა აღიარეს ისიც, რომ ისინი არ ეთანხმებიან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ სატელეფონო ზარს მხოლოდ ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომელმაც არ დამალა, რომ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირს ეწინააღმდეგება. თუმცა ფარულავა იმ პარტიის წევრია, რომელიც პარტიაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდა და მეტიც ხელისუფლების გადადგომასაც კი ითხოვდა. ფარულავამ დაგვიკონკრეტა ისიც, რომ ეს მისი პერსონალური პოზიცია. არასერიოზული შეკითხვა. სერიოზულ საკითხებზე დაგვირეკეთ და მოგვიდანთ ოფისში. არაფერს არ ავასრულებდით. ჩვენთვის კიდევ მეორე ერთსქესიანთა ქორწინება არის დაუშვებელი და მიუღებელი. ამას თუ მეკითხებით. მაგრამ უბრალოდ მე მის თქმა მინდა, რომ თავისთავად ეს ინფორმაცია არ გავს ბოლომდე სიმართლეს. ჩვენი პოლიტიკური პოზიციაც იქნება ამ შემთხვევაში ევროკავშირის საწინააღმდეგო ამ ნაწილში. მართველი პოლიტიკური ძალისთვის დადასტურდა ის, რაზეც ქართული ოცნება აქამდეც ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ საფრთხენ რეალურია, რის გამოც პრინციპში მართლმა პოლიტიკურმა ძალამ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი მიიღო და ეს საფრთხე ერთგვარად დააზღვია. შესაბამისად, ევროკავშირის მართლმსაჯულების ეს გადაწყვეტილება იმის აღიარებაც არის, რომ ეტაპობრივად ევროკავშირი სხვა ქვეყნებს, უпростоრად მის კავშირში შემავალ ქვეყნებს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოსთხოვს, ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე პრეცედენტულია და ეს ამის თქმის საფუძველს იძლევა. მართველი პოლიტიკური ძალა კი ევროპულ გზაზე სიარულს ისევ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების დაცვით აპირებს, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება ერთგვარად იმ რადიკალებისთვისაც იყო პასუხი, რომლებიც აქამდე სპეკულირებდნენ ამ თემით და ამბობდნენ, რომ საფრთხე ამის შესახებ უბრალოდ არარეალურია და ამას მხოლოდ მართველი ძალა იგონებს. ჩვენ უკვე მე რამდენად მომსწრე იმისა, რომ გარკვეულ საკითხებს, როგორც საფრთხეებს, ისევ აფიქსირებდით, ამას უარყოფდნენ და შემდეგ უკვე თავად მათი განცხადებებით და ქმედებებით დასტურდებოდა. ეს არის სწორედ ის, რასაც მეწინააღმდეგებით და რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის. ის რომ ქართულ კონსტიტუციაში დაფიქსირებულია მკაცრად ოჯახის განსაზღვრება, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ეს არის მკაცრად განსაზღვრული. სხვა სამართლებრივ ნორმას ქართული კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ ცნობს და არც უნდა ცნობდეს, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ფორმა ჰიბრიდული ომის და ცდილობა იმისა, რომ მოსახლეობა აქციონ ბიომასად, რომ შემდეგ ის გახდეს იოლად მართვადი. ვფიქრობ, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს თავად კავშირის შიგნით, რაც შეეხება საქართველოს ნუღარავინ იტყვის, რომ ეს არაა პრობლემური თემა და მიღებული კანონი პოპულისტურია. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ პასუხი გასცა ყველა იმ მაუნებელს და უგუნურს, რომელიც გვეკითხებოდა ცინიკურად, ნამდვილად აპირებდნენ თუ არა ქართველი კაცების გათხოვებას და პირდაპირ გითხრა, რომ იმის და მიუხედავად, რომ ჩვენთვის ოჯახი ქალის და კაცის ერთობა არის, თურმე უნდა შევასრულოთ სხვა ქვეყნებში მიღებული გადაწყვეტილებები ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლონეთს დაევალდებულა, რომ გერმანიაში არსებული კანონი ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით იყოს მათთანაც აღიარებული, იმის და მიუხედავად, რომ პოლონელ ხალხს სულ სხვა არჩევანი აქვს გაკეთებული. იდენტურად ახლა ჩვენ შეგვიძლია საქართველოს რეალობას მოვარგოთ, ჩვენ კანონმდებლები ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას, ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, რომ ოჯახური ღირებულებები და ოჯახის ტრადიციული განმარტება ქალი და კაცი ყოფილიყო. ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს მოცემულობა
და ერთგვარი შეპირება, რომ ევროკავშირიდან არ მოხდება LGBT პროპაგანდირების ჭრილში დავალდებულება ცალკეული ქვეყნების, რომ მათ საკუთარი კანონმდებლობით აღიარონ SKCN-თა ქორწინება. მეორე მხრივ, ჩვენ ხედავთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს, ჩვენი ქვეყანა გახლავთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების ქვეყანა, კანონმდებლობის დონეზე ჩვენ გვაქვს კაცრად განსაზღვრული და რეგლამენტირებული, რომ არანაირი SKCN-თა ქორწინება, ბავშვის საყვანა SKCN-თა მიერ და ამ შემდეგ არ მოხდება. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში. ასეთია ევროკავშირის მართლმსაჯულების მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილება. მადლობას მაკუნა აბულაძე იყო. უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა, ინფორმაცია უახლესია, წყაროდ კი ამერიკელი მაღალჩინოსნები სახელდებიან. თამარ გოცირიძე გვერდება პირდაპირ ეთერში და თამარ რა არხებით ვრცელდება ცნობები და რა ვიცით კონკრეტულად ამ თემის შესახებ. ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა, ამერიკულმა რამდენიმე მედია საშუალებამ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ გეგმა ხანგრძლივ დიპლომატიურ მუშაობას საჭიროებდა. მედია იუწყება, რომ უკრაინის თანხმობა ვაშინგტონმა მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აბუ-დაბიში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. აბუ-დაბიშია უკრაინის თავდაცვის უწყების დაზვერვის ხელმძღვანელიც. CBS News-ის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ სამშვიდობო გეგმაზე კიევსა და ვაშინგტონს შორის პოზიციები დაახლოვდა. დარჩენილია რამდენიმე დეტალი. ვაფასებთ ჟენევაში უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის გამართულ პროდუქტიულ და კონსტრუქციულ შეხვედრებს. ასევე ვაფასებთ ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავ ძალისხმევას. მხარეებმა ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირითად დებულებებთან დაკავშირებით საერთო გაგებას მიაღწიეს. ახლა ჩვენ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს შემდეგ ნაბიჯებში. მოუთმენლად ველით ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებას პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების დასადებად. გასული კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმოუდგენელ დიდ პროგრესს მიაღწია სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით. რამდენიმე დელიკატური, თუმცა არა გადაუჭრელი დეტალი დარჩა განსახილველი, რაც უკრაინას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. Financial Times-ის ცნობით, უკრაინა დათანხმდა არმიის რაოდენობაში ამციროს და 800,000 ჯარისკაცამდე დაიყვანოს. მედია ასევე წერს, რომ 28 პუნქტიანი გეგმა ჟენევაში უკრაინა-ამერიკის კონსულტაციების დროს 19 პუნქტამდე დავიდა. რაც შეეხება ტერიტორიების დათმობას, უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმას და უსაფრთხოების გარანტიებს, ეს საკითხები ტრამპის ზელენსკის შეხვედრის თემა იქნება. შესაძლოა სამმხრივი შეხვედრის თემაც. ტრამპის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებენ უკრაინის ევროპელი პარტნიორები. მოსკოვმა კი დასავლეთი გააფრთხილა, რომ ის გეგმიდან მისთვის პრინციპული პუნქტების ამოღებას არ დათანხმდება. აშკარად გადამწყვეტ მომენტში ვართ, მოლაპარაკებებმა ახალი იმპულსი შეიძინა და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არა იმიტომ, რომ განგაში საფუძველი გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კარგი მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი. თუმცა კარგი მშვიდობის აუცილებელი პირობაა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. ჩვენ მხარს უჭერთ სამართლიან, ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინისთვის, რომელიც შეინარჩუნებს სუვერენიტეტს და გრძელვადიან უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, ზელენსკი მიიჩნევს, რომ გეგმის დიდი ნაწილი მისაღებია. მანამდე კი პოლიტიკომ უკვე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უმოწყალო არჩევანის წინაშეა, მიიღოს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა თუ დაეყრდნოს არასანდრო ევროპელ პარტნიორებს. ზელენსკის რთული ვითარება კი იმით არის განპირობებული, რომ ევროპას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აღარ შეუძლია. თამარ გოცირიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. 17 მილიონ ლარზე მეტი არასრულად თვეში შეცვლილი ბენეფიციარები და დაფინანსების სქემა. მმართველი გუნდი დონორების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. სოლიდური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები კი ირწმუნებიან, რომ მხოლოდ საზოგადოების დახმარებით ფუნქციონირებენ. რა საჩვენებს გაშიფრული სქემა, ნინი გოგიშვილი გიამბობთ. ერთ-ერთი დიდი აფერა თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან
ჩვეულებრივი NGO-ები, რომელსაც აქვთ ვებგვერდი. ქვეყნის პირველი კანონმდებლის ეს შეფასება იმ ონლაინ მედიას ეკუთვნის, რომლებიც დამფინანსებლებსა და მათგან ჩარიცხულ თანხას მალავენ. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები კი საერთო დაკვეთას ასრულებენ. ქვეყანაში ცრუ ნარატივების გავრცელება და ასე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. NGO-ები უკანა პლანზე, ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია კი წამყვან პოზიციებზე. დონორების ამ ახალი სტრატეგიის მიზეზი გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონების ეფექტიანი მუშაობა. ამიტომაც ახლა მილიონები უნივერსიტეტებისა და ონლაინ მედიის ანგარიშებზე ნაწილდება. არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას, ის ბრიუსელი და ცდილობს გვერდის აუაროს, ჩვენ რო გვეუბნება გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებსო და შეზღუდებს და ჩვენ კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ, თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ ფული, რაღაც იმითი კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ, ამხელა კრიმინალური ენერგია არის ჩადებული ამაში, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე. არის საქართველოს კანონმდებლობა და ყველამ კეთილი ინებოს ბრიუსელმაც, სტოკჰოლმაც და სხვა დედაქალაქმაც პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ პოლიტიკური შეფასების წინაპირობაა დაფინანსების მორიგი გაშიფრული სქემა. არსებული ინფორმაციით არასრულ 10 თვეში ონლაინ მედიის ანგარიშზე ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან 17,424,381 ლარი ჩაერიცხა. გარდა ამისა არსებობს ფარული დაფინანსების სხვა სქემაც, რისთვისაც მათ შორის ფინანსური სისტემა VICE გამოიყენება. გაზრდილი ტრანზაქციების მიხედვით არსებული ინფორმაციით მხოლოდ 5 თვეში TBC ბანკის ტერმინალებიდან და აპარატებიდან 260,386,109 ლარი. საქართველოს ბანკის შემთხვევაში კი 115 მილიონი ლარი დატრიალდა და მაინც გავრცელებულ საერთო განცხადებაში ირწმუნებიან, რომ საქმიანობა საზოგადოების მიერ ჩარიცხული თანხით განაგრძობენ. საზოგადოების მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში 22 ონლაინ მედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100,000 ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები. გადავიხადეთ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ასე შემდეგ. Deutsche Welle Academy, BBC Media Action, International Media Support, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი და EID. დაფინანსების ადრესატებთან ერთად შეცვლილია დამფინანსებელთა ვინაობაც. ანტიკართული კამპანიისთვის პასუხისმგებლობა შემსრულებლებთან ერთად დონორებს ეკისრებათ. ეს მართველი გუნდის პოზიცია. გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ. ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკას, მედიების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან ძირითადად განწყობილი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მათ ყავთ თავიანთი პატრონები. პასუხისმგებლობა ისევ და ისევ არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს და ცდილობენ იმას, რომ აი ამ მართული პროცესებით მოახდინონ აქ საქართველოში ადგილზე სიტუაციის დაძაბვა და რეალურად ხალხის ნების უგულებელყოფის ფონზე მათთვის ასურველი სახელისუფლებო ძალები მოვიდნენ ქვეყნის მართვის სადავეებთან. 22-მდე თვალწები ონლაინ მედია საშუალება არის სწორედ იმ ერთი დიდი არაფორმალური პოლიტიკური ძალების მიერ მართული პროცესების ნაწილი, სადაც კამპანიურად გორდება ხოლმე თემები და ვრცელდება დეзинფორმაციები. ეს ვფიქრობ, რომ მათი რეპუტაციის საბოლოო წერტილია. ონლაინ მედია საშუალებების გარდა დონორებმა მასშტაბურ სქემაში საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ჩართეს. ჯიპა ერთ-ერთია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლის ანგარიშზეც სოლიდური თანხა ირიცხება. ეს ტრანზაქციებიც გაშიფრულია. ბრიუსელი ბუდაპეშტის წინააღმდეგ რისთვის სურთ უნგრეთის დასჯა ევრობიუროკრატებს ევროპარლამენტი ქვეყანას დაფინანსების შეწყვეტით და ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება. ორბანის მთავრობამ ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასა. 2026 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებიან და ბუდაპეშტში არ გამორიცხავენ, რომ წნეხი ბრიუსელიდან კიდევ უფრო გაიზრდება. საღიაზრის, ეროვნული ფასეულობების, ოჯახური ღირებულებების, ბავშვთა დაცვისა და საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის გამო ბრიუსელი ევროპული ოჯახის წევრ უნგრეთს დასჯით ემუქრება. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევასა და ევროპული დაფინანსების შეჩერებას გულისხმობს.
უნგრეთის ბავშვთა დაცვის კანონმდებლობასთან, აკადემიურ თავისუფლებასთან, მედიის თავისუფლებასთან, მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების უფლებებთან, ასევე LGBTQ ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება აქტუალურია. მოვუწოდებთ ევროკომისიას გამოიყენოს სამართალდარღვევის პროცედურები და მიიღოს საბიუჯეტო ზომები. რეზოლუცია ევროპარლამენტის მხრიდან უნგრელი ხალხისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. უნგრეთი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საკუთარ საქმეებში ჩარევად აფასებს. ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო კი მას 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტია ამ რეზოლუციით არასასურველი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და მხარს უჭერს ოპოზიციას. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან USAID-ის ხაზით დაფინანსება შეწყდა, EPP-ს სურს, რომ ევროკომისიამ შეავსოს ლიბერალი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ყურება. თქვენ ამბობთ, რომ ამას ევროპული ფასეულობების დაცვისთვის აკეთებთ. ეს უკიდურესი ცინიზმია. უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელების გადასაწყვეტია. უნგრეთის კრიტიკის გარდა ევროპარლამენტში ბუდაპეშტის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ევროკომისია ევროკავშირის ფასეულობებისა და მისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულეს. თქვენ თვალთმაქცევი ხართ. გაღიზიანებთ, რომ ორბანი არჩევნებში იმარჯვებს. ბედავთ და უნგრელებს ლექციებს უკითხავთ, რადგან ორბანი ეწინააღმდეგება უცხო და დამაზიანებელ იდეოლოგიას. დღესაც ვიცავთ ჩვენ ხალხის იდენტობას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. თქვენი გამოსვლების ავსია სიძულვილითა და აღშფოთებით. ეს სუბსიდირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისწამებაა, მათ ყო არა ფილანტროპების მიერ დაფინანსებული ყალბი, რეპორტაჟები და სტატიებია. ამ დებატებს კავშირი არ აქვს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ისინი გადაიქცნენ არასასურველი მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად. რეზოლუციას პარლამენტი ევროკომისიას გადაუგზავნის. დაიჯება თუ არა უნგრეთი, გადაწყვეტილებას ევროკომისიის რეკომენდაციის ევროპული საბჭო მიიღებს. თავქარიანი აქტივიზმი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე მარკო რუბიოსა და კაია კალას შორის ჩაშლილი შეხვედრის შესახებ შეფასებას ავრცელებს და შალო პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად არის დაკავებული თავქარიანი აქტივიზმით. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს შეხვედრა ჩაიშალა. მედიის ინფორმაციით მარკო რუბიომ უარი თქვა კალასთან ორმხრივ შეხვედრაზე და ამ ინფორმაციის გავრცელებისას, როგორც მედია აღნიშნავდა, კალასი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. და გო საქართველოს ზურაგირჩი ჯაფარიძე საპატიმროს ერთვეში დაატოვებს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება კი პენიტენციური სამსახურის გადასაწყვეტია. ასევე გაირკვა, რომ მსჯავრდებულისა და ოპოზიციის საინფორმაციო კამპანია გმირის შექმნის მცდელობას ემსახურებოდა. რეალურად რაზე თქვა უარი ჯაფარიძემ და რა იცრუა ანა ბერძენიშვილი გვიამბობს. ზურაბ ჯაფარიძის გარშემო გავრცელებული მორიგი ტყუილი ხანმოკლი აღმოჩნდა. ბოლო დღეებში აგორებულ კამპანიას პენიტენციური სამსახური ამხელს. მსჯავრდებული ჯაფარიძის გარემოცვა და მათივე მედია საშუალებები ცდილობენ ამტკიცონ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. რეალურად კი მას კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განემართა. სიმართლე ჯაფარიძის მხარეს არ აღმოჩნდა. ვადაზე ადრე გათავისუფლება მსჯავრდებულის სურვილზე არ არის დამოკიდებული. გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური იღებს. ჯაფარიძემ უარი მხოლოდ დახასიათების ადგილობრივ საბჭოსთვის განცხადების მიწოდებაზე თქვა. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ეტაპზე მსჯავრდებულთა ინფორმირებას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მოუხდელი სასჯელის, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის კანონით დადგენილი წესის შესახებ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით მას მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული წესის შესახებ. გასაუბრების შემდეგ შედგენილი იქნა ოქმი, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ უარი განაცხადა მისი დახასიათების საბჭოსთვის გადაგზავნის თაობაზე. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზურაბ ჯაფარიძისთვის ან რომელიმე სხვა მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზებას აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას. ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკურად განულებულია, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით კი ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას. ვერ შემდგარ გმირს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. გახსოვთ, მას მისი დაკავების დღე, ის თეატრალური
დრამა რაც დადგა მან მის დაკავებაზე, რომ მოკლედ მოხდა მსოფლიო ტრაგედია იმის გამო რომ ის დააკავეს. და ახლაც იგივე დრამა ქვინობს ზურაგირჩი ჯაფარიძე, როდესაც ახლა საუბრობს იმაზე, რომ მას შესთავაზეს და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვა ამ ყველაფერზე. ნუ სამარცხვინოა როგორ ცდილობს მართლა დრამა ქვინობით გმირად წარმოაჩინოს თავი. განცხადება რომ არ დაწერა ეს მისი არჩევანია და უარს ამბობს საპატიმროს დატოვებაზე ეს არ არის სწორი ინფორმაცია და არ შეიძლება იყოს სწორი ინფორმაცია. გათვლილია რომ ვითომ ამათგან შექმნან ახლა რაღაცა წამებული რაინდები რევოლუციის რასაც რა თქმა უნდა მოსახლეობა არ დაიჯერებს. პოლიტიკურ აბსურდში მყოფ თინა ბოკუჩავას კოლეგის გამართლება უჭირს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ახალი სტრატეგია აირჩია. თითქოს მედიის მიერ დასმული კითხვა ვერ გაიგო. სახელმწიფოსთვის უნდა მიემართო, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს ადამიანი და ხა რა ვიცი, რას ვთხოვთ. ადგილობრივი აგენტურა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. მუხტის ასაწევად ყალბი ამბების გავრცელება კი მათი ხელწერაა. რევოლუციის ყველა სცენარი ჩავარდა. ხელმოწარული ოპოზიცია ცრუ ნარატივების იმედად დარჩა. ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას, რომლებიც გარედან იმართებიან, მათ ყავთ თავიანთი პატრონები, იღებენ მითითებას, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ქვეყნის წინააღმდეგ ჩართულები არიან. უდიდესი პრობლემა არის fake news-ები. არასწორი ინფორმაციის, ტყუილზე, სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციების გავრცელება. როგორც სხვა წინა შემთხვევებში, რადიკალური ოპოზიციის ტყუილი ხანმოკლე აღმოჩნდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მსჯავრდებული ზურა ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთ თვეში დატოვებს. განათან კომპლექსში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციასა და მხარდაჭერის შესახებ კანონი, იარაღის შესახებ რეგულაციები, სოციალური გარანტიები პოლიციელებისთვის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. დეპუტატებმა რიგ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმშელეს. მარიამ ბუღაძე გვერდება უფრო მეტი ინფორმაციით. დანაშაულის პრევენცია და ზრუნვა მოზარდებზე ამ ორ პრინციპს ეყრდნობა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე იმსჯელეს სახელმწიფო ცვლის მიდგომას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ. ცვლილების მიხედვით შეიქმნება რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი 10-დან 14 წლამდე მოზარდებთან სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. პროგრამის დასრულების შემდეგ მათზე ერთწლიანი მონიტორინგი განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება შემთხვევა, რომ პირველმა ეტაპმა პოზიტიური შედეგი ვერ გამოიღო, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნები რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებიან. ეს ზომა ითქვა, რომ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული. დღეს დაზუსტდა ვადებით, თუ რა დროს დაყოფენ მოზარდები არასრულწლოვნები რეაბილიტაციის სახლში. სახელმწიფო იმ ბავშვებს, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიან, უნდა უყურებდეს არა როგორც დამნაშავეებს, არამედ მათ, ვისაც სჭირდება მხარდაჭერა და სახელმწიფო მზრუნველობის გაძლიერება. ორგვარი გადაწყვეტილებას იღებს მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ ცენტრში. ერთი ეს არის პროგრამაში ჩართვა 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნების და მეორე ეს არის მიმართვა სასამართლოსთვის სახლში განთავსება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიღებული. მიმართვის შემდეგ მსჯელობს სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება, რასაკვირველი არის და 6 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით, ოღონდ გრძელვადიანი ვერ იქნება ეს გაგრძელების პერსპექტივა, უკვე იღებს სახლში განთავსებას. ეს უნდა იყოს მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება. პლენარულ სესიაზე დღესვე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საერთო მიზანით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და პოლიციელებისა თუ მეხანძრე მაშველებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს ზრდის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე დგანან. ცვლილების მიხედვით
სამსახურებრივი მოვალეობის დროს მძიმე დაზიანების შემთხვევაში პოლიციელი ან მეხანძრე მაშველი 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარს მიიღებს, ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში 15,000 ლარს, ხოლო მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში 10,000 ლარს. თუ სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდება, გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად 30,000 ლარს მიიღებს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა ცვლილებები, რომელიც იარაღის შესახებ კანონში შედის და სულ 3 კატეგორიის იარაღს შეეხება ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებას მხოლოდ ის ადმინისტრაციული ორგანოები და საჯარო თუ იურიდიული პირები შეძლებენ, რომელთაც საქმიანობიდან გამომდინარე უწევთ ამ მოწყობილობის გამოყენება, ასევე იმისთვის, რომ არ მოხდეს აკუსტიკური იარაღის ბოროტად გამოყენება, მას სპეციალური ნებართვის შემთხვევაში მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ანუ სპორტული და თეატრალური ღონისძიებების დროს გამოიყენებენ. 18 წლამდე მოზარდებისთვის იკრძალება ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეის შეძენა, ხოლო 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამისთვის კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელზეც დღეს იმსჯელეს, ჯარიმების გაზრდას ეხება, ითქვა, რომ გაზრდილმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა გამოიწვია ამ ცვლილების აუცილებლობა. სისჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 50 ლარიდან 100 ლარით გაიზრდება ამ შემთხვევაში ჯარიმა, ღვედის გამოუყენებლობა, მანქანის მართვისას მობილური საშუალების გამოყენება, ან აკრძალულ ადგილას სატრანსპორტო საშუალების დაყენება 50 ლარით გამოიწვევს დაჯარიმებას, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომ ამ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. გადავხედეთ იმ კონკრეტულ ქმედებებს და ასე ვთქვათ სამართალდარღვევებს, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს და გზებზე დაშავებას და გარდაცვალებას და სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები და იზრდება ჯარიმები. ეს ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე იარაღის შესახებ კანონში შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მათ წესრიგის დაცვას ჩვენ ქვეყანაში და გააძლიერებს ასე ვთქვათ ამ მიმართულებით ქვეყნის უსაფრთხოებას, ხოლო რაც შეეხება სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც შემოდის პოლიციელებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენ პოლიციელებს მისცემს უფრო მეტი დაცულობის და მეტი, ასე ვთქვათ, მეტდაცულობის განცდას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს კანონმდებლობა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს, ხოლო კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ კანონზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება. მადლობა მარიამ ბუღაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს აღიარება კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. კვლევაში საქართველო 24 პოზიციაზეა, ევროპაში კი მე-13 ადგილზე. ჩვენი ქვეყანა უსწრებს დიდი შვიდეულის ორ სახელმწიფოს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 16 ქვეყანას. რეიტინგი ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას ეფუძნება. საქართველოს მთავრობის მორიგი საერთაშორისო აღიარება. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასება მიიღო. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ორ ქვეყანას: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ ჯამში 16 სახელმწიფოს, მათ შორის იაპონიას, გერმანიას, შვეიცარიას, შვედეთს, ავსტრიას, ნორვეგიას, ისლანდიას, ნიდერლანდებს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელსა და თურქეთს. კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13 ადგილზე, ხოლო მსოფლიოში 24 ადგილზე გავიდა. მთავრობის ადმინისტრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული სამთავრობო შორის უწყებებისა და სამთავრობო ორგანოების კოორდინაციასთან, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმთან, ეფექტიან კონტროლთან. შესაბამისად, გასაკვირია არ არის, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რაც მიღებული იქნება ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, მათ შორის რომელშიც ხდება მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც პირველადი უწყება კოორდინირების მიზნებისთვის, აი ესეთ შედეგზე გავიდა საქართველო.
ამავე კვლევით საქართველოს მთავრობა კოორდინირებული მმართველობის რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას და ლატვიას. კოორდინირებული მმართველობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანა ინკლუზიურად განვითარდეს და მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე განვითარება იყოს ასახული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საქართველოს რომ ვითარდება და წინ მიდის, ეს ცხადია. ასე აფასებს დედაქალაქის მთავრობის მეთაური ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევის შედეგებს. კახა კალაძის თქმით, ყველა ობიექტურად და ჯანსაღად შედგენილი საერთაშორისო რეიტინგი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მეტყველებს. ეს არის რეალობა. ბევრს არ უნდა ეს დაინახოს, არ უნდა შეეგუოს ამ ყველაფერს, არ უნდა დაინახოს ის, რომ ქვეყანაში ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, სხვადასხვა მიმართულებებით გვაქვს წინსვლა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ეფექტიანი კოორდინირებული მმართველობა განსაზღვრავს. საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება კი რიგი ძალების გეგმაში არ შედის. კოორდინირებული მმართველობა და აი სახელმწიფოს ესეთი ინსტიტუციური გაძლიერება არის ის ასევე მიზეზი, რატომაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით სხვა უცხოელი პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტები, რა თქმა უნდა, არავის ინტერესში არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები იყოს ძლიერი და კოორდინირებული მმართველობის კუთხით იღებდეს საუკეთესო შეფასებებს. კარგი მთავრობის მიმდინარე წლის ანგარიშის კოორდინირებული მმართველობის რეიტინგი გლობალურ კვლევებს ეფუძნება. 172 მილიონი ლარი გაზრდილი ბიუჯეტი რუსთავის და რუსთაველებისთვის ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, გეგმაში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა, ასევე კორპუსების კეთილმოწყობა. რუსთავის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის შესახებაც ნინი მაისურაძე ისაუბრებს. რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა, მატება 172 მილიონ ლარს აჭარბებს. წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, ახლა უმრავლესობა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რის ფონზეც სხდომა სამუშაო გარემოში ჩატარდა. ახალი ბიუჯეტი სწორედ იმ პროექტებზე გადანაწილდება, რომლებიც ქალაქის ყოველდღიურ მოთხოვნებს პასუხობს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რომელზეც პრემიერის მხარდაჭერით უკვე აქტიური სამუშაოები მიდის, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, ხელშეწყობა, ქალაქის ჯანდაცვის და სოციალური სერვისების განვითარება. 4 წლის შემდეგ პირველად რუსთავის საკრებულომ და მერიამ კონსტრუქციულად და საქმიანად შეძლო და ერთად იმუშავა ქალაქის განვითარებაზე. 80 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. პრიორიტეტი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და შიდა საუბნოს სივრცეების განახლება. დაიწყება ახალი საგზაო პროექტების სამუშაო, ქალაქის მოწესრიგებასა და მოქალაქეთა კომფორტზეა მორგებული. დავიწყეთ ქალაქ რუსთავში ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და თავგორაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. მოხდება სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. ვიღებთ ძალიან კარგ მოწესრიგებულ უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურას. ქალაქში უკვე მოქმედ 34 სოციალურ პროგრამას ახალი მიმართულებები დაემატება. გაიზრდება დაფინანსება ახალგაზრდული სპორტული და კულტურული ინიციატივებისთვის, ასევე განათლების ხელშეწყობისა და ჯანდაცვისთვის. გაგრძელდება ეკოლოგიური პროექტები და პროგრამები, რომლებიც საცხოვრებელი გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეთა მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანი მიმართულებებია საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, ძველი რუსთავის ისტორიული ქუჩის აღდგენა ბიუჯეტის დაგეგმარებაში ჩართული იყო რუსთაველების უმრავლესობა, ფაქტურად რუსთაველების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ის პასუხობს ქალაქში არსებულ გამოწვევებს. ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტი დედაქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გრძელდება. თებერვალში კი თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში დედაქალაქში 200-მდე სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟდება იგეგმება. ერთ-ერთი დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნა გივი კუჭავაგი ამბობთ. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ახალი ელექტრომობილების დამტენით პირველმა თბილისის მერმა ისარგებლა. დედაქალაქში დამტენების მონტაჟი გრძელდება. ელექტრომობილების მფლობელები ავტომობილების დამუხტვას მარტივი აპლიკაციის მეშვეობით უკვე ფილარმონიასთან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგი ადგილზე შეძლებენ.
თებერვალში გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი სწრაფი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. 130 ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება აქვს აღნიშნულ კომპანიას. ნახევარზე მეტი უკვე დაყენებულია ქალაქის სხვადასხვა არეალებში. უნდა გადმოვწეროთ smartphone-ში აპლიკაცია მარტივი, სადაც ნებისმიერ ელექტრომობილის მქონე ადამიანს ექნება საშუალება დამუხტოს თავისი ავტომობილი ძალიან სწრაფად. თბილისის მასშტაბით ელექტრომობილების 192 დამტენი უკვე დამონტაჟებულია. მიმდინარეობს კიდევ 130-ის მონტაჟი. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში დედაქალაქში კიდევ 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტის სადგური გაჩნდება, რაც თბილისის ყველა უბანში მოსახლეობას საშუალებას მისცემს საკუთარი ავტომობილის სწრაფად და კომფორტულად დამუხტოს. ქალაქის მასშტაბით უნდა დავამონტაჟოთ 132-ზე მეტი სწრაფი დამტენი. ძალიან მალე იქნება 200-ზე მეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ქალაქის ყველა უბანში დატენოს სწრაფად მარტივის ელექტრომობილების გასამართ სადგურებზე. თბილისში ელექტრომობილების დამტენის ქსელის მონტაჟი მიზნად ისახავს ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას. ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის უფასოა პარკირებაც. თბილისის მერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ელექტრომანქანების წახალისება. პარკირების საფასურისგან სრულად არიან გათავისუფლებულები ელექტრომანქანები. ეხლა კიდევ დაემატა ძალიან ბევრი ელექტროდამტენი და ელექტროპარკირების ადგილი. თბილისის მერია ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა პროექტებს მომავალშიც გეგმავს. 24 მილიონიანი ინვესტიცია და ახალი ელექტროსადგური დედაქალაქის ენერგოსაჭიროებისთვის. მაღალი ძაბვის ქვესადგური გრწანისი ექსპლუატაციაში შევიდა. ენერგოობიექტები ძირითადად გრწანისის ამგორის რაიონს მოიმსახურება. ახალი ქვესადგურის მშენებლობა თბილისის განვითარებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. თბილისის ენერგოსისტემას ახალი მსხვილი ობიექტი შეემატა. გრწანიში 50 მეგავატიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დასრულდა. 24 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით შექმნილი ინფრასტრუქტურა უკვე უზრუნველყოფს ორთაჭალა გრწანისის რაიონების გამართულ და სტაბილურ ელექტრომომარაგებას. პროექტის ფარგლებში ეს ქვესადგური ითამაშებს ძალიან მნიშვნელოვან როლს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ეს ვიცოდით და 2022 წლიდან ამ გეგმაზე მუშაობთ, იმიტომ რომ ფაქტიურად გენერალური გეგმა განაჩენიანების დამუშავებულია და ჩვენც მოვასწარით დროზე, ასე ვთქვათ, რო არ შევაფერხოთ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მიწოდება ამ მზარდ მოთხოვნაზე. ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება თბილისის მოსახლეობისა და შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. გაიზარდა დედაქალაქში ენერგიაზე მოთხოვნა შესაბამისი დატვირთვები, სწორედ ამიტომაც საინვესტიციო წარმოდგენილი პაკეტის ფარგლებში გაუთვალისწინეთ თელა სამაშული პროექტის ხარჯები, შესაბამისად მათ მიერ განხორციელდა პროექტი, შევიდა ექსპლუატაციაში და უკვე დღეიდან მოემსახურება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ ობიექტებს. ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მაღალია ბიზნეს აქტივობა დედაქალაქში. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავა, რომ ახალი ქვესადგური არა მხოლოდ მოსახლეობის ენერგომიწოდების ჯაჭვს გაუმჯობესებს, არამედ ხელშეუწყობს კერძო ბიზნესის გამართულ მუშაობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ქვეყანაში იზრდება ბიზნეს აქტივობა, განსაკუთრებით ბიზნეს აქტივობის ზრდა შეინიშნება თბილისში. შესაბამისად იხსნება არაერთი ახალი სასტუმრო კომპლექსი თუ კომერციული სივრცეები და აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოემსახურება მოსახლეობის საჭიროებებთან ერთად აღნიშნული ქვესადგურის ფუნქციონირება. თბილისის დინამიკურ განვითარებასთან ერთად კომპანია სამომავლოდ არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მიზანი დედაქალაქის ელექტროქსელის ხარისხიანი განვითარება. პირველად ქართული თეატრის სცენაზე ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა ცოცხლდება. მოზადმაყურებელთა თეატრში სპექტაკლი რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა. სპექტაკლის პრემიერა 28 და 29 ნოემბერს თეატრის დის სცენაზე შედგება. ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯას თეატრალური პრემიერა მწერლის დაბადებიდან 175 წლის თავს მიეძღვნება. შორნა გოპალეიშვილი გიამბობთ. მაგდანას ლურჯა ეკატერინე გაბაშვილის უკვდავი მოთხრობა თეატრის სცენაზე პირველად ინაცვლებს. სპექტაკლის რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ მაგდანას ლურჯას თეატრალური ვერსიის დადგმისთვის კომედიის უძველესი სახეობა ბუფონადის ფორმაში არჩია. ამბავი ქალზე, რომელიც შვილებთან ერთად ებრძვის მძიმე ცხოვრებას და მაინც ინარჩუნებს ადამიანურ სინათლეს, მაშინაც კი როცა სამყარო უსამართლოა მის წინაშე. ეს არ არის მხოლოდ მაგდანას ლურჯა, ეკატერინე გაბაშვილის გავაკეთეთ ნაკრები ქართული ლიტერატურიდან, მათ შორის შემოდის პოეზია, სხვადასხვა ალუზიები.
ხალხური და ამის მიხედვით საუბრობთ საქართველოს ბედზე. ჩვენ თამაშობთ რო გროტესკის, ბუფონადის, კლოუნადის ჟანრში და ამდენად კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ეს ჩემთვის როგორც მსახიობისთვის, მაგრამ ამას ყველაფერს სევდიანი შლეიფი მოხვება უკან. ლურჯა როგორც იმედი სიღარიბითა და ტკივილით სავსე სამყაროში. მიხოს, კატოსა და სოფოს გმირების თამაში ყველაზე განსაკუთრებული მისია მაგდანას ლურჯას პატარა მსახიობებისთვის. როცა პირველად ვნახე ეს ფილმი, დავიწყე ტირილი, იმიტომ რომ ლურჯა დაიკარგა და მერე ლურჯა გადაიყვანეს სხვა კაცთან და ძალიან მეწყინა. მე ვთამაშობ კატოს როლს და ძალიან მომწონს, ძალიან მხიარული გოგოა. პირველად ეს ფილმი რო ვიყურე, საკმაოდ ემოციური იყო. ხო და მაგ დროსვე წარმოვიდგინე, რომ ეხლა ამის სპექტაკლი რო დაიდგას ან ამ ფილმში გადამიღონ თქო, ძალიან მინდოდა და რომ მომიწვიეს ძალიან გამიხარდა. ნადრევად ზრდასრული გახდა რა, მაინც აქვს ეს ბავშვობა, მაგრამ როდესაც დედა არ არის თქვა თვითონ უვლის ბავშვებს, ყველაფერს სახლს უვლის ასე შემდეგ და ეს დამოუკიდებლობა და ყველაფერი ძალიან დადებითი თვისებები არის ჩემთვის. ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯას პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მწერლის დაბადებიდან 175 წლის თავს მიეძღვნება. ყველა სიახლეს გაიცნობით იმედი News G-ზე. ნახვამდის.